მოგესალმებით ჩემო საუკეთესო სანატრიალო სანუყვარო და ყველა საუკეთესო ხალხო. როგორც იცით, ტესტირების ზონა გახდა გამარჯვებული ნომინაციაში საუკეთესო ყურების ყიდვა Facebook-ზე და ჩვენ ვაგრძელებთ იგივე საქმიანობას. დღეს ორი საუკეთესო ყიდვა ვიყიდეთ, რომლის ჯამური ღირებულებაც იყო 146 ლარი. ჩვენ ვიყიდეთ ესე იგი შემდეგი ნივთები. სად არის ნივთები? Вот это ეს არის Makita-ს სეკატორი, ელექტროსეკატორი, რომელიც მგონია რომ ძალიან პრაქტიკული უნდა იყოს, ვნახოთ რა იქნება და შურუპავი ვერტი, რომელშიც მივეცით 50 ლარი და მგონია რომ იქნება ნაგავი, მაგრამ ხანდახან სანაგვეზეც არისო ოქრო. გავტესტავთ ახლა ამებს და გეტყვით ღირს თუ არა ამაში ფულის გადახდა. ერთი რაღაც უნდა აღვნიშნო კიდე რაც თავარია, ხშირად შეიძლება რომ რაღაცები მაგალითად წინა ვიდეოში რომ განვიხილებ ეს რა ქვია ელექტროპულვერიზატორი შეიძლება სხვა ფერითან რაღაცა ბრენდით შევხვდეთ მაგრამ რო იცოდეთ ერთი ნაგავი არის ყველაფერი ანუ ეგ არის რა. კაი მოკლედ ახლა ამებს გავხსნი ვნახოთ შიგნით რა არის მე პატარა ტესტირებას ჩავატარებ ძმაო და რავი რაც იქნება იქნება რა. ესე იგი პირველ რიგში 50 ლარიანი ეგრეთ წოდებული Bosch-ის შურუპავოი განვიხილოთ რა მოყვება. თვითონ აპარატი, რომელსაც აქვს ორსიშქარიანი კარობკა, ორი ელემენტი, რა თქმა უნდა უხარისხო დამტენი და თავები. ნუ ეს სხვათა შორის კაი არის, ხის საფრეთი ეგრეთ წოდებული სვერლოები აქვს და კანჩის გასაღებები, ასე რომ ვთქვათ. კაი, ეს გასაგებია რაც არის, ჩავაწყოთ უკან. ეს არის ჩვენი ეგრეთ წოდებული Makita-ს სეკატორკა. ეს თვითონ საკაიფოდ მძიმე არის, მინდა აღვნიშნო. ბასრიც არის ნამდვილად. ასევე ამასაც მოყვება ორი ელემენტი. გაურკვეველი წარმომავლობის და რა თქმა უნდა სუპერ უხარისხო დამტენი. აი, მოკლედ ახლა პატარა ტესტირებას გავაკეთებ და კომენტარებს გეტყვით. ახლა ტრადიციულად გადავინაცვლებთ გარეთ, მაგრამ სანამ გარეთ გადავინაცვლებთ, პატარა ტესტს აქაც გავაკეთებ. ბატონი სეკატორის და ბატონი სახვრეტელა დავარქვათ, მოდი, რო არ მითხრან რამე. ეს ღირდა 50 ლარი და ამის ინტერესი საერთოდ არ მქონია, უბრალოდ რაღაც გარკვეული პერიოდის წინ გამოვიწერეთ და გადავწყვიტეთ, რომ ესეც განვიხილოთ, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ხდება ესეც. და მეორე, ეს არის 80 ლარად შეძენილი სეკატორი, რომელიც რეალურად მაინტერესებდა. როგორი არის, იმიტომ რომ ვისაც კერძო სახლები გაქვთ და ეზოები გაქვთ, საკმაოდ ესეთი მოსახერხებელი და პრაქტიკული ნივთი არის ეს, რომლითაც შეგიძლია გააკეთო. როგორც ყოველთვის ტრადიციულად და პრემიერ-მინისტერ რეალურად გადმოვინაცვლეთ გარეთ. მისტერ სეკატორი ხოძე არის და ეხა გიამბობთ ამ ხის ისტორიას. ეს არის ანტონოვკა თუ აბლიცოვკა თუ რაღაცა ვაშლი. მთელი ჩემი ბავშვობა არის, მინდა რომ ეს ხე ამოვძირყო ამ ეზოდან, მაგრამ რამდენჯერაც მოვჭერი, იმდენჯერ ამოვიდა და გადავწყვიტე რომ მისტერ სეკატორი გავტესტო ამაზე. დავიწყებ პატარა ტოტიდან და ნელ-ნელა უფრო გავასქელებ და როგორც ყოველთვის გაგიმხელთ ჩემ აზრებს ამ ნივთთან დაკავშირებით. დავიწყოთ ახლა ყველაზე პატარა ტოტებიდან, როგორ ერევა. აუ, ეგრევე სახე გააძრო. ცოტა გავასქელოთ ახლა. მოერია. უფრო გავასქელოთ, ამასაც მოერია. მოდი ახლა ცოტა კიდე უფრო გავასქელოთ, აგერ ჩამოვწევ. მოერია. ვაუ. არ მოველოდი. ნახოთ ახლა ეს არის final boss-ი მე მგონი რა. დედასპიცა ვარ მაგარი რაღაცაა ძმაო. ფასიდან გამომდინარე, ჩემს მოლოდინებს გადააჭარბა ამ სეკატორმა. საკმაოდ სქელი ტოტი მოჭრა თან ისეთი ძალიან მარტივად და ერთი რაღაც მინდა აღვნიშნო კიდე რომ ელემენტი ბოლომდე დატენილი არ არის რა. ეხლა კიდე უფრო სქელს ვსვით და ნახოთ რა. მე პირველი კომენტარი რაც არის good. ანტონოვკა ვაშლი. ანტონოვკა აბლიცოვკა. ძალიან დედამალი აპარატი გამოდგა. ანუ თითი არ შეუშვიროთ არასდროს. ეხლა საბოლოო კომენტარს გავაკეთებ. პირველ რიგში გავითვალისწინოთ რამოდენიმე ფაქტი რა.
ეს აპარატი არ არის ორიგინალი, მაკიტა კი აწერია, მაგრამ ეს მაკიტა არ არის, იმიტომ რომ 80 ლარად მაკიტას ვერ იყიდი რა. ორი ელემენტი მოყვება, რომელიც 40 წუთი მუშაობს დაახლოებით და გატესტილი არის და მუშაობს ნამდვილად 40 წუთი. 80 ლარისთვის რა, საკმაოდ ისეთი მისაღები ფასი არის და როცა ბაღში მუშაობ და როცა რაღაც შენი ეზო გაქვს საკუთარი და ამ ყველაფერს რაღაც გინდა რომ მოუვარო, იდეალური ნივთი არის იმისთვის, რომ დრო და ენერგია დაზოგო რა. პირდაპირ გეტყვით, რომ ჩემი რეკომენდაცია ამ ნივთს. არ ვიცი რამდენად ხარისხიანი არის და რამდენად დიდი ხანი გაძლებს, მაგრამ რაღაც დაახლოებით 2-3 საათია რაც ამ აპარატს ხმარობ და არ ვიცი ძმაო რა. ღმერთმა დიდხანს და კარგად ამყოფოს რა. ამ აპარატის იმედი მქონდა, რომ კარგი იქნებოდა, მაგრამ არ მაქვს შურუპავიორტის იმედი. ეხლა ამ აპარატს შევიყვანთ, საპატიო ადგილზე დავაბრძანებთ, იმიტომ რომ საკმაოდ ისეთი კარგი აღმოჩნდა. გავამზადებთ ახლა შურუპავიორტს, რამოდენიმე რაღაც ჩელენჯს მოუწყობთ, გამოვიტანთ გარეთ ან შიგნით და მაგასაც გავტესტავთ და ვნახოთ როგორი იქნება ის. შეიძლება ეს შეგხვდეთ ცოტა სხვა ფერი, სხვა ბრენდი ეწეროს, მაგრამ მერწმუნეთ რომ ყველაფერი არის ერთი და იგივე არ მინდა ეს მოვიხსენიო ეს აპარატი, იმიტომ რომ მომეწონა, მაგრამ ერთი და იგივე ნაგავი არის ეს ყველაფერი რა. ძალიან კარგი აპარატია ეს და ვინც ამას ყიდის, წესთ უნდა შემეხმიანოს და მითხრას. რეკლამა ხო არ გინდა ძმაო? მაგრამ არ მეტყვის. როგორც უკვე შეგპირდით, ჩვენ ვაპირებთ გარეთ გადმონაცვლებას, რათა მეორე ტიპიური გრენდაიზერი გაგვეტესტა და პატარა კომენტარს გავაკეთებ რა. 50 ლარი ღირდა ეს აპარატი რა. პირველი ჩემი შთაბეჭდილება რაც არის ამ საკითხთან დაკავშირებით არის, რომ არის ძალიან უხარისხო, იმიტომ რომ როდესაც სიჩქარეს უცვლი, ანუ ვერ უცვლის, ხელით თუ არ მიაჭირე, ვერ უცვლის რა. ხო, არა უშავს, იმიტომ რომ პრეტენზია არ მაქვს, იმიტომ რომ გრის 50 ლარი და დღეს 50 ლარად ვერაფერს ვეღარ შვები, ცხოვრება და დღე ეგეთი რა. ისე გადავწყვიტე, რომ ორი პატარა ტესტი შემოგთავაზოთ ამ შურუპავიორტზე დაკავშირებით, იმიტომ რომ ფასიდან გამომდინარე არ ღირს რომ ამას დიდი დრო დაუთმო. ჩემი აზრით, სადღაც მაინც გამოგვადგება ეს ნივთი და ელემენტარულით დავიწყოთ, მოდი, მანქანის ფარის სამაგრს რამდენად გაუმკლავდება და რამდენად მოხსნის. გავუკეთეთ. ნამდვილად მოხსნა. დაენძრა. ეხლა უცბად ხელით გადაუჭერ ამ ბოლტს, ანუ ცოტა ძლიერად გადაუჭერ და მაგას თუ მოხსნის, ვიტყვი რომ ტესტი ჩააბარა. ჩაიჯვა. ვერ ერევა. რა შემიძლია ახლა თქვა ამ 50 ლარიან აპარატზე? კი, იაფიღირს. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ სადღაც ნერვებს ისე მოგვიწყავს, რომ არ უნდა იყიდო ეს აპარატი რა. აი, კი, რაღაც 5 მოყვება, რაღაც 2 აკუმულატორი მოყვება, დამტენი მოყვება, მაგრამ ნუ გადავიხდით ფულს ნერვების ში. კიდევ ერთ პატარა ტესტს შემოგთავაზებთ ამასთან დაკავშირებით, მაინც რომ უფრო გავძლიერდეთ, მაგრამ საბოლოო ჯამში მეტნაკლებად ცნობილი არის უკვე რაც არის რა. იმის და მიუხედავად რომ ღირს 50 ლარი, იმის და მიუხედავად რომ ძალიან კარგად ვიცი უკვე რა ნაგავიც არის და არავის ამის ყიდვას არ ურჩევ, მაინც ერთ პატარა ტესტს კიდე ჩავატარებ. გავხრიტავ ახლა ამ დიქტს, რომელიც არის 125 მმ-იანი თუ რაღაცა ეგეთი და საბოლოოდ მაინც აი რაღაცაში მაინც იქნება გაამართლოს, მაგრამ მე ეჭვება რა, ძალიან ნაგავია რა. ამას ახლა უფრო სქელი შურუპავიორტიც უნდა გავუტარო. უეჭველი შურუპავიორტი რა, ეგრეთ წოდებული სველო. არატო. მოკლედ, რავი, რაღაც იმედები მაინც მაქვს ამისი რა, ანუ ფორმა აქვს რა, 50 ლარად ნაყიდი ფორმა არის ეს ფაქტიურად. რაღაცაში გამოგადგებათ, მაგრამ მე არ გირჩევთ ამას, იმიტომ რომ რაღაცას როცა წვალობ და აკეთებ, საკმაოდ დიდი ნერვოზი შეიძლება გამოიწვიოს ამ აპარატის ქონამ რა. ეხლა გავხრიტე ეს როგორც წეგან ნახეთ ეს დიქტი და შევეცდები რომ ეს კონკრეტული დეტალი აქ ჩაეჭიროს. არა, აზრი არ აქვს. აპარატის დედას მე რა, საშინელება ოფლმა დამასხა ისეთი ობა არის რა. მორიგი ნივთები გამოვიწერეთ, როგორც ვიდეოში ნახეთ Facebook-იდან.
ერთ-ერთი ნივთი ძალიან მომეწონა, მეორე ნივთი ისევ ნაგავი აღმოჩნდა და ვთვლი რომ გადაყრილი ფული არის, მაგრამ ეს არის ჩემი პირადი აზრი, არავის არაფერს არ გაძალებთ. ჩემი აზრით ამ ნივთის ყიდვას სჯობია რომ არ იყიდო ეს ნივთი და ხელის სახრახნისით იმუშაო, იმიტომ რომ დამტანჯა რასაც ქვია რა. პირველი რაც გაჩვენეთ, საკმაოდ მომეწონა და ნამდვილად გირჩევთ ყველას რომ შეიძინოთ ეგ, თუ კი გჭირდებათ. იმისათვის რომ განვითარდეთ, საჭირო არის თქვენი აქტიურობა, თქვენი მხარდაჭერა და ძალიან მარტივად შეგიძლია ეგ რა, უბრალოდ დაასაბსკრაიბი არხი და რაღაცა კომენტარი დამიტოვე რა გაინტერესებს, რა მოგეწონა, რა არ მოგეწონა და ასე შემდეგ რა. დროებით არ გემშვიდობებით.